შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას დღე პირველ არხზე, ლიზა ბაგრატიონი და გოგა ჩართოვანი ვუძღვებით ამ გადაცემას. ვინ შემოგვიერთდა ახლა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ დღეს თავის თანაცდადია და ბუნებრივია, რომ ამ საუბარს ყოველ მიზეზის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ვერაფრით ვერ გავაგრძელებთ. ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას გარეშე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. ბატონი კონსტანტინე, უღრმესი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. ამ დღეს, რა თქმა უნდა, თქვენს პირველ ყოვლისა უნდა მიულოცოთ ეს დღე ჩვენს მოსახლეობას, ქართველებს, საქართველოს მაცხოვრებლებს და აი ხა ჩვენ ნახეთ სიუჟეტი ძალიან ვრცელი მერაბ კოსტავას შესახებ და მაინც მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, აი თქვენ ვარაუდი ძალიან ისეთი რამეა, მაგრამ მაინც მერაბ კოსტავას ეს ტრაგიკული შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, აი მისი და ბატონი ზვიადის მიერ დაწყებული ეს დიდი საქმე, რომელიც შემდგომ ბატონმა ზვიადმა ასე ვთქვათ მარტომ გააგრძელა, მარტო გულისხმობ და მიიყვანა ბოლომდე და ის 9 აპრილის აღდგენილ დამოუკიდებლობამდე, როგორ შეიძლებოდა რომ განვითარებულიყო და იმ დიდი კატაკლიზმების და პერიპეტიების მონაწილე როგორ შეიძლება ყოფილიყო ამ დროს და რა როლი შეიძლება ქონოდა კოსტავასა, მერაბ კოსტავას. მოგესალმებით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ულოცავ ყველა ქართველს ამ დღეს, ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრს. ზოგადად ისტორიას არ უყვარს ეს კილო, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა, რამდენადაც ისტორია მოხდა ისე როგორც მოხდა. სხვა საკითხია რომ ჩვენ ზოგჯერ ისე არ აღწერთ ისტორიას როგორც ის მოხდა. არამედ ჩვენი სურვილების მიხედვით ან კლიშეები არსებობს, იდეოლოგიური კლიშეებია. Ну, ცხადია, გააჩნია გემოვნებებს, გააჩნია ინტერესებს, რა თქმა უნდა, და ეს ინტერესები ძალიან ხშირად ეგოისტურია, ეგომანურიც კი არის. და ჩვენთან მიმართებაში რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, ბევრია ასეთი ეგომანური ინტერესები ყველა მხრიდან სხვათა შორის. ეხლა რაც შეეხება მერაბ კოსტავას, მე გავიხსენებ 1991 წლის 31 მარტს, როდესაც ჩატარდა დიდი რეფერენდუმი და საქართველოს მოსახლეობის პრაქტიკულად ასივე პროცენტი დააკლდა რაღაცა 2%, რაღაცა ესეთი დააკლდა. ძალიან ცოტა, პროცენტ ნახევარი თუ არ ვცდები თუ 2% და მაშინ იმ საღამოს გაიმართა ძალიან დიდი ბანკეტი წანისის რეზიდენციაში, სადაც იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ლევილიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტები, რა თქმა უნდა, იყო მინისტრთა კაბინეტი წარმოდგენილი, პარლამენტი, ну ყველანი, ესე იგი, ესენი პრეფექტები, ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სტუმარი იყო და ზვიად გამსახურდია იყო ამ დიდი, ესე ვთქვათ, სადღესასწაულო ნადიმის თამადა იყო მან და მან საგანგებოდ ისაუბრა მერაბ კოსტავაზე თავისი სადღეგრძელოში, სადაც მან თქვა, სხვათა შორის პესიმისტური სადღეგრძელო იყო ეს. მე ძალიან ესე ვარო რაღაც შინაგანად არა ვარო ისე მოხიანათ არა ვარო იმ გაგებით რომ ჩვენ კი ახლა მოვიპოვეთო დიდი გამარჯვება, მაგრამ ტერმა მოახერხაო რომ ჩვენ გაგვთიშაო. და იმიტომ მოახერხაო ეს რომ ზუსტად იცოდა ვისთვის დაერტყაო და მან გაანადგურა მერაბ კოსტავაო. ის ადამიანიო, რომელიც იყო ამ ერთიანობისთვისო, რომელიც ყველაზე ბევრს აკეთებდაო ამ ერთიანობისთვისო და დღეს ის კამდე მივედითო, რომ არის ესეთ დაპირისპირებულ მდგომარეობაში ვართო და მე ამიტომაც პესიმისტურად ვარო განწყობილიო. ფაქტიურად დღესაც კი, როდესაც მე ამას ვიხსენებ, აი რაღაცა შინაგანი სიმძიმილის გზნობა მეუფლება. მიუხედავად, რომ დღეს არ არის სიმძიმილის დღე, დღეს არის ზეიმის დღე, დღეს არის დღე მაინც დიდი გამარჯვებისაა რა. მაგრამ აი ეს სევდიანი ტონი ყოველთვის დააყრებოდა მას. ბატონო კონსტანტინე, ყოველთვის იცოდა მან, სხვათა შორის, როდესაც 9 აპრილს გაღდგა დამოუკიდებლობა, მან უთხრა ადამიანებს მიმართა თავის მომხრეებს ქუჩაში მიტინგზე გამოვიდა და უთხრა რომ მეგობრებო, ეს ძალიან დიდი გამარჯვება არისო, აღდგენაო დამოუკიდებლობის, მაგრამ ეს არ არისო, იცოდეთ
საბოლოო ეს იწყება მხოლოდ დასაწყისია, ეხლა იწყება ნამდვილი ბრძოლა და მართალი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდანაც ჩანს, რომ ეს მართალი იყო და რუსთაველის გახსოვთ, რუსთაველის ციტირება მოახდინა მან თავის სიტყვაში. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი, არცა ჭირიჭი რა დუჩანს, არც ალხინი ზედაზედი ვით ზღაპარი ასრე დუჩანს, უბედობა გინა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უცვითადრე. ბატონო კონსტანტინე, აი მე ცოტა უკან დავბრუნდები თქვენ ახლა ახსენეთ, მე 1990 წლის მისი გამოსვლა ქარიშხალეს სტადიონზე მინდა გავიხსენო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო და რომელმაც ძალიან დიდი ამბავი გამოიწვია, მაგრამ იქ ის ამბობს სწორედ იმას, ასეთაც დღეს ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში ვსაუბრობთ და რაც არის რაღაცა გარკვეული საპროგრამო მდგომარეობა ჩვენთვის, იმიტომ რომ მან საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა დააკავშირა და უბრალოდ ისაუბრა ქრისტეს მიერ გზასთან კავშირში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი, იმიტომ რომ საქართველოს სწორედ ახლა ამაზე ვსაუბრობთ ბატონ დავითთან, სწორედ ამაზე იდგა და მან თქვა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი განსაცდელი, იმიტომ რომ ერთხელ 1918 წლის დამოუკიდებლობა სწორედ იმიტომ დავკარგეთ, რომ ჩვენ ბარაბას გზაზე დავდექით და დღესაც არის ამის საშიშროება. სოციალიზმს უწოდებს. დიახ, ამას ვამბობ, ამას უწოდებდა სოციალიზმი. როგორ არის იცით, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ნებას მომცემთ ვეცდები განმარტო ეს. მე ვფიქრობ, რომ ის აქ გულისხმობს უფრო ბოლშევიკურ ფრთას, რომელიც იყო ტერორზე, რომელიც ვერც ერთ თავისუფალ არჩევნებს საქართველოში ვერ მოიგებდა და ალბათ 1%-ზე მეც ვერ აიღებდა. ამას ამბობს კიდეც. და იმიტომ აირჩიეს მათ რევოლუციის და ოკუპაციის ანუ გზა მოიწვიეს ოკუპანტები, რომ თვითონ აქ რეალურ შედეგის დამდები არ იყვნენ. აი ამიტომ მოხდა. რაც შეეხება სოციალიზმს, ეს დაბნეულობა იყო ასეთი, აი აკაკიც ამბობს ამას თავის ლექსში, რომ ტერი იძახის ვის გაუგია ახლანდელს დროში ეროვნებაო, დღეს მთავარია მუშად საკითხი, გულს დაიბეჭდეთ მარქსის მცნებაო. ჩვენს ქართველობას მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა ჰგონია და მიაჩნია ჭეშმარიტებად, რაც გულუბრყვილოდ გაუგონია. ესე ამბობს აკაკი ამას და ხლა როდესაც საკითხის ასეთი ჩანაცვლება ხდება ბუნებრივია იქ ჩდება დაბნეულობებიდან ეს ბარაბასთან დაკავშირება იმიტომ ხდება რომ ეს ადამიანებიც რევოლუციის გზით მოდიოდნენ მაგრამ რა თქმა უნდა ისინი შეიცვალნენ 1918 წლის 26 მაისის შემდეგ იმიტომ რომ მათ დაინახეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება რომ დღეს ისინი არიან პასუხისმგებლები ერის სახელმწიფოზე რომელიც შეიქმნა დაანონსდა 1918 წლის 26 მაისს და არის ერთადერთი ნავი. აქ არის ილიას ნავი, სხვა ნავი აქ არ არის. და ისინი ჩასხდნენ ამ ილიას ნავში, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი ფერისცვალებაც, აი, გახსოვთ ლორობაქიძეს აქ ეს პოეტური ხატი არა, გველი როგორ იცვლის. ისინი მათ დაიწყეს ფერისცვალება, ფაქტია. და ზვიადი ამას გულისხმობდა პირველ რიგში, რომ ქრისტეს გზა ეს არის უმანკოების გზა. რომ ჩვენ დამოუკიდებლობას მივიპოვებთ უმანკოების გზით, არა ტერორის გზით, არა ზაკრობის გზით, ხო? და არა თაღლითობის გზით. არამედ რა თქმა უნდა, სიმართლის გზა არის ეს, მე ტერორზე უარის თქმის გზით, ტერორიზმთან არანაირი ალიანსი, ეს არის მნიშვნელოვანი მის სიტყვაში. და ძალადობასთან არანაირი ალიანსი და რა თქმა უნდა ისიც მნიშვნელოვანი იყო რომ ეროვნული მოძრაობა იყო მთლიანად ფოკუსირებული სიონის საკათედრო ტაძარში 80 წლიდან როდესაც ზვიადი დაბრუნდა გადასახლებიდან იქ იყო ფაქტიურად ახლად აღსაყრებული პატრიარქი წირავდა იქ და ის მამაცი ინტელექტუალები დისიდენტები უფლებადამცველები და გამორჩეული ინტელიგენციის ნაწილი ხო, რომელიც თქვათ არ იყო საბჭოთა თავისი ბუნებით, ისინი დადიოდნენ და ეს ქმნიდა იქ რაღაც გარკვეულ წრეს. სადაც ეს იყო ფაქტიურად ნახევრად ლეგალური ეროვნულ უფლებადამცველური მოძრაობა და ეს არ იყო შემთხვევით, როგორც პოლონეთში არ იყო შემთხვევით. სოლიდარობა, რომელიც პაპთან იყო დაკავშირებული, პოლონელ პაპთან ისევე საქართველოშიც ესე იყო ზუსტად და აი აქაც იყო ის თავის ის რასაც ის ამბობდა ყოველთვის თავისი საქმით ამტკიცებდა ამას. მან ისევ მერაბი განადგურებული იქნა, რა თქმა უნდა, და თვითონაც განადგურებული იქნა სპეცოპერაციით. ორივე ლიდერი განადგურებულია სპეცოპერაციით.
მათ შორის მანამდე მე-19 საუკუნეში ასევე ორი ლიდერია განადგურებული ოპერაციით. ეს არის ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი. ანუ ხედავთ 4 წარჩინებული ქართველი არის განადგურებული სპეცოპერაციის მტრისგან, ესე იგი მტრისგან არის განადგურებული, მაგრამ მათი სისხლი ღვთის წინაშე, ასე ვთქვათ, სამართალს ითხოვს და ამ სამართალს ქართველიერი აუცილებლად მიიღებს. და ეს გამოიხატება იმაშიც, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება. დიდი იმედია ამისი. ბატონ კონსტანტინე, თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ 9 აპრილიც გავიხსენეთ ეს უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. ლიზა და იცი, მე რას დავაკვირდი და მე მიმაჩნია, რომ ეს 9 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცით, მაგრამ კიდე იცით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ 18 წლის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო ძალიან სპონტანურად, სასწრაფოდ და საქართველოს იმპერიოდის ხელისუფლებამ და ხალხის აზრი ამ შემთხვევაში იქ არ იყო. ამ აქტზე ხალხმა მოაწერა ხელი თავისი რეფერენდუმით 31 მარტის. ეს არის განსხვავება ძალიან დიდია ამ ორ აქტს შორის. ეს არის ის აქტი 9 აპრილის აქტი, როდესაც ქართველმა რიგითმა მე მოვაწერე, ყველა მოაწერა ხელი ამას და ეს არის სწორედ ახლა მე ილიათი დავიწყე საუბარი, როდესაც ილია რიგით ადამიანს არა განათლებულს და არა არისტოკრატს ათქმევინებს, შენ თავისთან გეყუდნოდესო, არამედ ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ ქართველს, ჩვეულებრივმა ქართველმა უნდა გაითავისოს დამოუკიდებლობის აუცილებლობა და აი ეს არის 9 აპრილის გათავისება. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ორგანიზაციას, რომელშიც ორივენი იყვნენ წარმოდგენილი. ნუ კაი, ჰელსინკის კავშირი ერთი, მაგრამ წმინდა ილია მართლის საზოგადოება. წმინდა ილია მართლის საზოგადოება, რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა წარმოიდგინეთ 1918 წელს, ნუ ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა რა დამოუკიდებლობა, ანუ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და შემდეგ ეს ხელახალ რატიფიცირებას უკვე დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ ორივეგან რეალურად უმრავლესობას წარმოადგენდნენ მემარცხენე რევოლუციური პარტიები. ესენი არიან სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები, ესერები და სოციალ-ანარქისტები. ერთადერთი ეროვნულ-დემოკრატები იყო, რომლებიც ფრაქცია ექვთიმე თაყაიშვილი იყო იმ ფრაქციის თავმჯდომარე, ნუ ძალიან პატარა ფრაქცია იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, წონადი და მნიშვნელოვანი. ნუ ეს სიტუაცია იყო ქვეყანაში და ბატონო კონსტანტინე, თქვენ ერთის მხრივ აი ამ დღეს გადასახედიდან რომ უყურებთ და გესაუბრებით, ხართ პირველი პრეზიდენტის შვილი. ეს რაღაცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს განიჭებთ და მეორეს მხრივ ხართ ადამიანი, რომელიც უდგას სათავეში ერთ-ერთ ყველაზე ეროვნული მეხსიერების უმთავრეს ინსტიტუტს ნამდვილად ასია და აი ეს რაღაცა თქვენი გადმოსახედიდან აი დღეს, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობას ვზეიმობთ, აი რომ ამ ორივე როლში რო იგრძნოთ, ასე ვთქვათ, ერთობლივად თქვენი თავი, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გასაფრთხილებელი და ყველაზე, არ ვიცი, ყველა ქართველისთვის მუდამ საფიქრალი რა არის? ყველა ქართველისთვის მუდამ საფიქრალი, რა თქმა უნდა, არის გაფრთხილება ერთიანობის. თავისუფლება, პირველი, მეორე, ერთიანობა, მესამე, ეს არის ღირსეული მომავლის, ასე ვთქვათ, ხატება. რომელიც თქვენის აზრით რა არის? ჩვენის აზრით ეს არის რა თქმა უნდა ხატებაზე საუბრობ, ეს რაღაც წარმოდგენა. რაღაცა წარმოდგენა არის, ღირსეული მომავალი როგორი შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეული მომავალი ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა იცის თავის საქმე, ყველა აკეთებს თავის საქმეს და პოლიფონიურია საზოგადოება. აი როგორც რუსთველური პოლიფონიაა, ხო, მუშა მიწევ, მუშა ყოფდეს, მეომარი გულოვნებდეს, ხამს მიჯნურობა უყარდეს და გამოსნობდეს, ნუ მიჯნური აქ სულის და ჭეშმარიტების მიჯნური, ანუ ის ფილოსოფიური და ჭეშმარიტი ფილოსოფია დგას ამის უკან და ადამიანი, რომელიც სულიერ პროდუქციას ქმნის, მატერიალურს ქმნის მუშა, მეომარი ქმნის, ასე ვთქვათ, მართვის, ასე ვთქვათ, რესურსი აქვს მას, მართველი ფენაა ეს და დაცვის. რა თქმა უნდა, მართველი და დაცვა, მართვა და დაცვა და სულიერი
პროდუქცია, სულიერი და კულტურის, ასე ვთქვათ, პროდუქცია. აი ეს სამი ერთად რუსთველური პოლიფონია, ეს არის ღირსეული მომავალი, რა თქმა უნდა, ეს არის ამავე დროს ღირსეული მომავალი არის ის, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს თავის გარშემო, ხო, ახლა ცოტა ისე პრაქტიკულად და კონკრეტიკაში რო შევხედოთ თავის გარშემო, უკვე თუნდაც თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს და არ იქნება აი ეს მდგომარეობა, როდესაც თქვათ აი დასავლეთთანაც, აღმოსავლეთთანაც გარკვეული წონასწორობა და ბალანსი დამყარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მით უმეტეს, როდესაც ორი ქართველი ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობს, რომ რაღაცები არ უწოდონ ერთმანეთს, ნუ რუსიო და იქიდან მხრიდან უსამშობლო, რუსი და ეს გაუთავებელი ურთიერთდამონათება რო დასრულდეს, რომ ეს თუ სხვა რა არის ტრის წისქვილზე წყლის დასხმა თუ არა აი ასეთი დაყოფა და ასეთი უნარობა ელემენტარული დიალოგის. წარმოიდგინეთ ჩვენ სხვა ქვეყნები როგორ არიან წინ წასულები, ისრაელი მაგალითად როგორ წინ წასულია, რომ ოპოზიციის ლიდერს მოსადის უფროსით, სახალის უფროსით, ანუ არმიის და სხვა სპეცსამსახური იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სხვა სამსახურები მიდიან და ანგარიშს აბარებენ. აი წარმოიდგინოთ. ცით რა ბატონ კონსტანტინე, აი თქვენ ახლა სწორად ბრძანეთ, მაგრამ ერთი რამ არის და ამაზე მინდა საბოლოო ჩვენი გადასაურის ფინალში მოკლედ იქნებ გვიპასუხოთ. რაც ხშირად როგორც კი ვიღებდით ხოლმე ამ თავისუფ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიწყებდით ძებნას ძლიერი პატრონის, რომელიც ამ დამოუკიდებლობას შეგვინარჩუნებდა და ის დაიცავდა. აი სულ ამ ძიებაში ვართ და დღესაც ვართ ამ ძიებაში და მე არ მეგულება არც ერთი ძლიერი პატრონი, რომელიც ვინმეს უანგაროდ დამოუკიდებლობას ან მისცემს, ან შეუნარჩუნებს. როდის მივხვდებით იმას, რომ ეს ჩვენი შესანარჩუნებელია და არა პატრონის ძიება, როდის დავანებებთ პატრონის ძიებას თავს, თუ შესაძლებელია ეს, თუ პატრონმა უნდა დაგვანებოს ჩვენ თავი, აი რა 6 მაისის სუფრაზე მახსოვს, მერაბმა ასეთი სათქმელო თქვა ერთხელ, რომ ჩვენო ქართველებიო ბუნებითო რაღაც პრომეთეული, ესე ვთქვათ, ხასიათის ხალხი ვართო, ჩვენო როდესაც სასიკვდილო განსაცდელის წინაშე ვართო, საფრთხის წინაშეო, შვევია გაერთიანებაო და ერთად დავდგებითო, მაგრამ როგორც კი ეს საფრთხე გადაივლის და დადგება აღმშენებლობის ჟამიო, ჩვენ გაგვახსენდება ის გოროზობაო, რომელიც ჩვენში არისო, ეს პრომეთეული გოროზობაო, ჩვენ დავიწყებთო ერთმანეთთან ისევ ანგარიშების სწორებას, კრიტიკას, დაპირისპირებას და ამით განადგურებას ერთმანეთს. იწყება საქმე მიდის მერე უკან. აი ესე მახსოვს. ბატონო კონსტანტინე, ჩვენი საუბრი სამწუხაროდ მიუახლოვდა დასასრულს და ჩვენ დღევანდელი ყველა სტუმარი ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის უღრმესი მადლობა, რომ გვაქვს შესაძლებლობა თქვენთან დღეს საუბრისა, ტოვებს გზავნილს, ხვალინდელ დამოუკიდებელ საქართველოში, ხვალინდელ მომავალში. რა იქნება თქვენი გზავნა? მე უკვე თქვი და კიდევ ერთხელ გავემეორებ და ეს განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდობის მისამართით გამოვთქვა ეს გზავნილი, ეს არის თავისუფლება, ეს არის ერთიანობა, ეს არის ხატი ღირსეული მომავლისა, თქვენი წრფელი გულით, თქვენი ნათელი გონებით, თქვენი მტკიცე მარჯვენით. ძალიან დიდი მადლობა, მერთმა გისმინოთ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები კიდევ უფრო განამტკიცებენ, კიდევ უფრო ლამას, კიდევ უფრო დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ. დამოუკიდებელ საქართველოში. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ არა, ისინი დამოუკიდებელ საქართველოში, ჩვენ მაინც არ დავიბადეთ იქ და აი ეს არა შეგრძნება დამოუკიდებლობის მაინც ისე არა გვაქვს როგორც იმათ, ვისაც აქვთ ვინც ეხლა დაიბადა. იმისთვის დათმობა ამ დამოუკიდებლობის იქნება ძალიან რთული. ვიღაცები, ვინც დაიბადა არადამოუკიდებელში, მაინც ეს იქ ჩარჩა და ნუ არ იქნება ხო ცხოვრობდი იქ და ნუ აი ესენი უნდა იყვნენ ნამდვილად. მე ამის იმედი მაქვს ხო. უღრმესი მადლობა. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იყო ჩვენი სტუმარი დღეს კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონ კონსტანტინე და ჩვენ ახლა ძალიან კარგი მუსიკას მოვისმენთ კი და გავაგზავნოთ ჩვენი მილოცვები ანსამბლი შვიდკაცა განაც არის.